9 მაისს ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებებმა მოსამზადებელი ვარჯიში თბილისში ჩაატარეს. შემდეგი შეკრება კი ყაზახეთში იქნება, რაც შეეხება წინა საშეჯიბრო მზადების დასკვნით ეტაპს, გუნდები მას ბათუმში გაივლიან. ნაკრების ვარჯიშს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლობერიძე დაესწრო. ჩვენთვის შეჯიბრება, რომელიც ევროპის ჩემპიონატით თან საქართველოში ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩასატარებლად, ასევე სპორტული შედეგების მიღწევის კუთხით. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ კარგი შემადგენლობით არის წარდგენილი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე. იქედან გამომდინარე, რომ ვართ მოქმედი ევროპის ჩემპიონები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. მით უმეტეს ის, რომ არის ჩვენს კედლებში ევროპის ჩემპიონატი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, იმიტომ რომ თითო წონაში ყავს 3 კანდიდატი და ამიტომ ვეცდებით, რომ ჩვენივე კედლებში დავიცვათ ის ტიტულები, რომელიც არაერთხელ უკვე გავამეორეთ და ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ გავამეოროთ და ავანჟღეროთ ქართული ჰიმნი ჩვენს ქვეყანაში. 9 მაისს ბათუმში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას იღებდა 90 კილოგრამის წონით კატეგორიაში. აქამდე ეს კატეგორია და დიდებში ორჯერ ვარ ჩემპიონი ევროპის და შევეცდები ტიტული დავიცვა და რა თქმა უნდა ტიტულის ბრძოლა და გავამეორო შედეგი.